ევროპარლამენტარი პეტრას ავსტრევიჩუსი საქართველოში არჩევნების შემდეგ შექმნილ მდგომარეობას აფასებს და ამბობს, რომ გაუარესებული დემოკრატიის პირობებში ქვეყანა ევროკავშირისგან დადებით გზავნილებს არ უნდა ელოდოს. ავსტრევიჩუსმა ეს კომენტარი ევროსკოპთან ევროპარლამენტში საქართველოზე მოსამზადებელი ანგარიშის შესახებ საუბრისას გააკეთა. ანგარიშის მომხსენებელი, რომელსაც ევროპარლამენტი ამზადებს, რასე უკნევიჩიანი იქნება და მას მაისის ბოლოს საგარეო კომიტეტში უყრიან კენჭს. Government of Georgia really departed from the candidacy. საქართველოს ხელისუფლება კანდიდატი ქვეყნის ხაზიდან გავიდა. საქართველო არასრულებს იმ მოთხოვნებს, რაც არის კანდიდატებისთვის, განსაკუთრებით დემოკრატიასთან დაკავშირებით. ამიტომაც არ იქნება კარგი ახალი ამბები ხელისუფლებისთვის და ასევე ქვეყნისთვის. სამწუხაროდ, კრიტიკული და პესიმისტური გზავნილი თავისი არსით ამ მომენტისთვის არანაირი მოლაპარაკებები, არანაირი წინსვლა ევროკავშირში გაწევრიანებაზე არაა. არჩევნების და არჩევნების შემდგომი პერიოდის გამო იმედი მაქვს, რომ ამ პოლიტიკური ხაზიდან ჩვენ არ გადავუხვევთ და გავაგრძელებთ ამის გამეორებას და მივაწვდენთ გზავნილ საქართველოს, რომ ვითარება უნდა შეიცვალოს საქართველოში და არა ბრიუსელში.